კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვინც ახლა შემოგვიერთით, ეთერშია გადაცემა მწვანე ზონა, მე კი გადაცემის წამყვანი სოფიო ძიგუა ვარ. გადაცემის მეორე ბლოკი მიეძღვნება ენერგოდამზოგავი, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების საკითხს, რომელიც სულ მეტად აქტუალური ხდება მთელი სამყაროსთვის, მით უფრო კლიმატის ცვლილებების დაჩქარებული პროცესების გათვალისწინებით და ზოგადად რას ნიშნავს ენერგოდამზოგავი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, რატომ გახდა მნიშვნელოვანი ენერგიის დაზოგვა, რა კავშირშია ის კლიმატის ცვლილებების ზემოქმედების შერბილებასთან და რა კეთდება ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში, ეს იქნება ჩვენი გადაცემის თემა, ჩვენი სტუმარია მწვანე ინჟინერიის ცენტრის ხელმძღვანელი ზაალ ხელაძე, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხარ ჩვენთან ერთად ბატონო ზაალ. სალამი სოფიო, მადლობა მოწვევისთვის. მედია კარგი ეთერი გამოგივა. ცხადია, როგორც ყოველთვის. პირველ რიგში რომ აგვიხსნათ, რატომ გახდა ზოგადად ენერგიის დაზოგვა, როგორც ასეთი ეს ტერმინი დამკვიდრდა, ასე ვთქვათ, გარემოსდაცვითი მიმართულების ინფორმაციებში. რატომ არის მნიშვნელოვანი ენერგიის დაზოგვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ კლიმატის ცვლილებაზე? ამ ჭრილში მართლაც მნიშვნელოვანია ეს ენერგიის დაზოგვა, რამდენადაც ის პირდაპირაა დაკავშირებული კლიმატის ცვლილებასთან და კლიმატის ცვლილებასთან და მოვლენებთან, რომელიც დაკავშირებული ოზონის ფენის, ასე ვთქვათ, პრობლემებთან. ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ ძირითადი ელემენტი, რომელიც წარმოიქმნება ენერგიის წარმოების დროს წიაღისეულის საბადოებიდან, ეს არის წიაღისეული წვის შედეგად ვიღებული ენერგიის წარმოების დროს, ისინი პირდაპირ მოქმედებენ ოზონის ფენის სიმკვრივეზე და იწვევენ მის ცვლილებას, ეს კი იწვევს კლიმატის ცვლილებას და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი არა მარტო ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით დანახვა, რომ ენერგია დავზოგოთ და დავზოგოთ ხასიათეფექტური იყოს ეს არამედ დავზოგოთ გამონაბოლქვი აირები, რომლებიც ასე ვთქვათ მოქმედებენ ოზონის ფენაზე, ის კი კლიმატზე მოქმედებს, ეს კი იწვევს ცვლილებებს გარემოში, ცვლილებებს ჩვენს ჯანმრთელობაში და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე პირდაპირ კავშირშია ეს ენერგოეფექტიანობის კომპონენტები ემისიებთან და მავნე გაზების. კონკრეტულად რომ მაგალითები რომ მოვიყვანოთ, რა სახის ინოვაციები არსებობს ენერგიის დასაზოგად და ჩვენ ქვეყნის მაგალითზე რამდენად ხელმისაწვდომია იგი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების და რა შეიძლება იყოს ეს? ინოვაციები შეიძლება დავყოთ ორ ნაწილად. ინგლისურად ვიტყვი, ქართულად შეიძლება high-tech და low-tech, მაღალი ტექნიკური ასე ვთქვათ პარამეტრების მქონე და უფრო შედარებით დაბალი low-tech ტექნოლოგიები შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც არის დაკავშირებული ვთქვათ, აი მაგალითად ღონისძიება, რომელიც დაკავშირებულია ენერგოდაზოგვასთან ნატურის ჩაგრობა, ეს არის low-tech ტექნოლოგია, მაგრამ high-tech, რომელიც არის დაკავშირებული რაღაც ტექნოლოგიურ სიახლეებთან, ტექნოლოგიურ დანადგარებთან და ასე შემდეგ, ეს ითვლება უფრო high-tech ტექნოლოგიებად. აქედან გამომდინარე, ჩვენ საყოფაცხოვრებო ნაწილში უფრო low-tech ტექნოლოგიები უნდა გამოვიყენოთ, როგორიცაა მაგალითად ეკონომიური ხარჯვა, დაგეგმარება, ხასიათეფექტურობის კომპონენტის პირადი აქცევის წესებიდან, რომელიც ჩვენი საკუთარი ქცევის წესებიდან ძალიან დიდია ამ მიმართულებით. თუმცა ისეთი ტექნოლოგიური კომპონენტები, როგორც არის მაგალითად ნაგებობები, ისეთი შენობები, რომელიც არის დაკავშირებული, მაგალითად თეატრები, კინოები, მარკეტები, ისინი უკვე high-tech ხელოვნურ ჩარევას იყენებენ ვენტილიაციაში, გაგრილებაში და ასე შემდეგ. იქ უკვე საჭირო არის ენერგიის დაზოგვა უფრო ტექნოლოგიური კომპონენტებით. მაგრამ რაც ჩვენ შეგვეხება, ეს არის ჩვენი ეთიკა, ასე ვთქვათ, გარემოს დაცვითი ეთიკა, არ უნდა ვიყოთ ვამპირები. სამთავარი. კი ბატონო, აი კონკრეტულად აი თქვენი ასე ვთქვათ, მწვანე საწარმოს მაგალითზე რო ვისაუბროთ ამ ყველაფერზე, რას იყენებთ იმისთვის, რომ იყოთ მოდი ბჭყალებში ასე ვიტყოდი, უფრო ეკომეგობრულები გარემოსთვის და დაზოგოთ ენერგია და იყოთ მაგალითები ამის ასე ვთქვათ. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო შეკითხვა, იმდენად ბოლო არ ჩანს ხოლმე, როცა ვსაუბრობთ ამ საკითხებზე, იმდენ რამეს ვიყენებთ. ჩვენ მოგეხსენებათ ვართ კლიმატის მწვანე ფონდის კონტრაქტორი კომპანია, რომელიც არაპირდაპირ არამედ ირიბი კონტრაქტორი კომპანია, რომელიც რაც დაანერგა საქართველოში ენერგოეფექტიანი ხუმელების წარმოება და ნელ-ნელა ჩვენ გადავედით უკვე ეს კი პირდაპირ არის დამოკიდებულებაშია ტყეზე ზეწოლის შემცირებასთან. ტყე კი იცით რომ
ეს არის აი ამ აირების ნახშირორ ჟანგბადს გამოყოფს და ამ ემისიების პირდაპირ შემცირების წყაროა და მიტიგაციაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. ამცირებს შეშის და ქვანახშირის მოხმარებას. და გამონაბოლქვი ჩაისუნთქავს ნახშირორ ჟანგს, ამოისუნთქავს ჟანგბადს და ეს არის ჩვენი სასიცოცხლო კომპონენტი. ჩვენ პირდაპირ ვაწარმოებთ ამენი. ხა დავიწყეთ ახალი მიდგომა, ახალი პროდუქტი, რომელიც არის კონტეინერიზებული ენერგოსისტემები. ანუ ეს განახლებადი ენერგოსისტემების ერთობლივი გამოყენება, მზის ენერგია, ქარის ენერგია, ნარჩენი ბიომასის ენერგია, თვური ტუბ ეს ყველაფერი ერთ კონტეინერში ძალიან ბევრი კარგად ვივდივართ ამ საკითხებით. ან თქვენი ცენტრი არის ფაქტობრივად მაგალითი იმის ხო, ასე გამოგვივიდა კი. და აქ ძალიან ბევრი ბარიერები ხდება ამ მიმართულებით. მაგალითად, ერთ-ერთი ბარიერია სპეციალისტების არსებობა და ჩამომიმართულებით ჩამოყალიბებული პროფესიული სასწავლებელი გავიარეთ აკრედიტაცია, გვაქვს ერთი მიმართულება ჰიბრიდული ენერგოცენტრალების განახლებადის ერთად წარმოება. გვაქვს ახლა გავდივართ მეორე აკრედიტაციას, მეორე სპეციალობაში, რომელიც არის გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება გარემოს დაცვის რისკების შეფასებისთვის. აი, მოგეხსენებათ რა ამბები იყო გურიაში სულ ერთი თვის წინ და აი ამ მიმართულებით მწვანე სოფლის ეკონომიკის მწვანე მიმართულებით სოფლის მეურნეობაში გვინდა გავიაროთ და მომზადოთ. ეს იმიტომ რომ ჩვენ ბიზნესში მოვიყვანოთ სპეციალისტები, რომლებიც სპეციალისტები საშუალებას მოგცემენ გუნდის მდგრადი და მწვანე განვითარებას რაც მთავარია. აი, აქვე გკითხავდით, აი რატომ არის აი თქვენ ახსენეთ ქარის მზის და ბიომასის თემა და მართლაც აი თქვენი ცენტრი არის ამის მაგალითი, რომ რეალურად არსებობს პოტენციალი, გვაქვს ამის რესურსი და მთავარია როგორ გამოვიყენებთ შემდეგ, ხო? რატომ არის თანამედროვე სამყაროში პრიორიტეტული მზის და ქარის ენერგიის ათვისება და რა დადებითი შედეგები მოაქვს ამას ასეთი ტიპის ენერგიის მიღებას და არა ეგრეთ წოდებულ ტრადიციულ მეთოდებს აი ნახეთ ჩვენ დასაწყისში ვისაუბრეთ ესეთნაირად რომ რასთან არის დაკავშირებული წვის პროცესი. წვის პროცესი დაკავშირებულია ნახშირორ ჟანგის გამოყოფასთან, რომელიც არის გაზი, რომელიც ცვლის სიმკვრივეს, ოზონის სიმკვრივეს. მზისგან ენერგიის მიღება არ არის წვის პროცესებთან დაკავშირებული და ეს ითვლება კი არის სუფთა ენერგია, რომელიც დანაც არ ხდება გაზის გამოყოფა. არც ქარის დროს არ ხდება. აი ბიომასაზე მეტყვით, რომ იქ წვა ხდება მაინც, მაგრამ ნახეთ რა ხდება ბიომასა ეს ეწოდება ისეთ კომპონენტს, რომელიც გრადი გზით არის, ნარჩენი სახით არის წარმოქმნილი და ის მაინც წარმოქმნიდა ამ გაზს და თან კიდე ხაი, რამდენად ეკონომიურია მაგალითად ეს ბიომასა და როგორ უწყობს მისი გამოყენება გარემოს დაცვითი ამოცანების გადაჭრას. 30%-ით უფრო იაფია ის ენერგია, რომელსაც ჩვენ ბიომასიდან მივიღებთ, გვაქვს ჩვენ ესეთი უტილიზატორები ჩვენთან საწარმოში და ჰიბრიდულ ცენტრალებში შედიან ესეთი უტილიზატორები და 30%-ით უფრო იაფია მისი წარმოება და ამიტომ ითვლება ის განახლებებით, რომ ნარჩენია, რომელიც ტყისთვის არის ზედმეტი, არ ჭირდება ტყეზე და ამ გრადი ბიომასას ჩვენ გამოვიყენებთ. ამით გარემოს დაცვით პრობლემის რა თქმა უნდა, ამით იმიტომ ნარჩენების უტილიზაცია ხდება და ნარჩენები გარდაიქმნება შემდგომ ენერგიაში და სწორ ენერგიაში. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ შემდგომში სწორად ცხოვრება და განვახორციელოთ ის, რაც უნდა განვახორციელოთ მწვანე ეკონომიკისათვის. კი ბატონო, აი თქვენ ახსენეთ და ჩვენ მე პირადად თვალითაც მინახავთ ეგრეთ წოდებული ეს ენერგოეფექტური ღუმელი, რომელიც იწარმოება თქვენ საწარმოში, ახსენეთ კიდევაც და კონკრეტულად ღუმელის სწავლების საკითხს რომ შევეხოთ, როგორია მისი მუშაობის პრინციპი და რამდენად ამცირებს იგი მაგალითად, როგორც თქვენ ახსენეთ, ან რაღაც პროცენტში რო წარმოვიდგინოთ, ან რატომ უნდა ჩაანაცვლონ ჩვეულებრივი ღუმელები მსგავსი ღუმელით ამაზე რომ ვისაუბროთ და ამავე დროს მე მინდა ასეთი კითხვა გამიშა, სულ მინდოდა ეს კითხვა დამისვა, მაშინ როდესაც თქვენთან სტუმრად ვიყავი, მაგალითად, როდესაც ჩვენს ქვეყანას აქვს ასეთი მიდგომა, ანუ სახელმწიფოს კონკრეტულად, რომ აი და ჩვენ არჩევნების პერიოდში განსაკუთრებით გვესმის, რომ გაზიფიცირება ყველა სოფელს, ხო? და ამ დროს ჩვენ საუბრობთ მწვანე ენერგიაზე, საუბრობთ ენერგოეფექტურ ღუმელზე, სად ხედავთ თქვენი, ასე ვთქვათ, ღუმელების წილს ამ შემთხვევაში თუ ან
თან აქვე უნდა ვახსენოთ ის რომ გაზი ეს ხო არის წიაღისეული. რა თქმა უნდა, წიაღისეულია და ამ დროს გამოყავს. ანუ ამ ხრივ კონკურენტი შეიძლება აღმოჩნდეს სწორედ ასეთი ღუმელი, ხო? აი ამ ჭრილში მინდა რომ რაღაცნაირად დავაკავშირო ეს ყველაფერი და აი ესე დავსვა საკითხი. რამდენად მოთხოვნადი შეიძლება აღმოჩნდეს მსგავსი ტიპის ენერგოეფექტური ღუმელი? აი ნახეთ, სრულიად ვეთანხმები თქვენ შეკითხვას, რომ გაზიფიცირება ცუდი არ არის, მაგრამ გაზს როგორ გამოვიყენებთ, ეს არის მთავარი. გაზისთვის შედეგად ჭიაღისეული საწვავია და ხდება ნახშირორჟანგის გამოყოფა და რა თქმა უნდა ოზონის ფენაზე ზემოქმედებს და ესეთი ტიპის აქციები და კიდევ ის სუბსიდირების აქციები, რომელიც შეეხება გაზის სუბსიდირების აქციებს, რა თქმა უნდა პირდაპირ ზეწოლას ახდენს განახლებად ენერგიების მიმართულებით და არ არის სწორი. ჯობს ჩვენ ადამიანებს მივაწოდოთ ის, რაც ჭირდებათ, მათ გაზი არ ჭირდებათ, მათ ჭირდებათ სითბო, ან ჭირდებათ საკვების მომზადება. გამომდინარე თუ ჩვენ მივაწოდებთ ენერგოეფექტიან ტექნოლოგიებს, რომელიც უფრო ეფექტურად ნაკლები დანახარჯებით იძლევა, ნაკლები გარემოს დაცვითი დანახარჯებით და ნაკლები ფინანსური დანახარჯებით ამ წილში იძლევა უკეთეს შედეგზე, რა თქმა უნდა, ჯობს. ჩვენ თქვით და აღნიშნეთ, რომ მდგრადი ტიპის საწვავი, ბრიკეტი, პელეტი, შეშამდგრადი წესით მოგროვებული და ისეთი უტილიზატორები, ისეთი ტექნოლოგიები, რომელიც ნაკლებ შეშას მოიხმარენ და იგივე ენერგოეფექტურები არიან, ანუ მათი ენერგოეფექტიანობის კოეფიციენტი 75 და მეტია, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, ეს მაშინ, როდესაც ბაზარზე არსებული ტექნოლოგიების ენერგოეფექტიანობა 35-40%, ანუ ორჯერ ნაკლებ შეშას მოიხმარენ და იგივე პრობლემას ვიტავენ. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გადავიდეთ განახლებად საწვავზე, ბიომასაზე დღეს ეს საზოგადოებისთვის. თუნდაც პროექტი, რომელიც ახლა გარემოს დაცვის სამინისტროს და აი ამ მწვანე კლიმატის ფონდის მეშვეობით მიმდინარეობს, ითვალისწინებს სუბსიდირებას აი ამ ტექნოლოგიების, ანუ თანადაფინანსებას ამ ტექნოლოგიებს და მნიშვნელოვნად კარგია. ჩვენ გქონდა კიდევ ერთი პროექტი, რომელიც USAID-თან გქონდა, რომელიც ითვალისწინებდა წარმოებას თვითონ საწვავის წარმოებას ენერგოეფექტიან ტექნოლოგიებში, მაგრამ სამწუხაროდ შეგვიჩერდა ეს პროექტი და იმედია რომ გამოჩნდებიან სხვა დონერები, რომლებიც ამას არ მიცემენ ამ პროექტს დავიწყების საშუალებას, იმიტომ ნამდვილად კარგი პროექტი იყო. ნუ პრინციპში აი ესეთი მდგომარეობა. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ სახელმწიფოს როლი როგორი უნდა იყოს, ეს ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია. გარემოს დაცვითი და მათ შორის ენერგოეფექტური და ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში და აქვე კითხავდით დასავლურ სახელმწიფოებში რა ვითარებაა და ჩვენთან რო შევატაროთ ამ. აი თქვენ რომ წახვიდეთ განვითარებულ ქვეყნებში, აი ევროპულ ქვეყნებში მაგალითად, დაინახავთ რომ როგორი იქ ასეთი ტიპის ენერგია არის ურბანულ არეალებში, ეს არის ცენტრალიზებული წესით. ყველგან ხდება სითბოს მიწოდება, პირდაპირ სითბოს და არასაწვავის მიწოდება და ამისთვის იყენებენ სხვადასხვა კარგ ტექნოლოგიებს, განახლებად, ვთქვათ, მეორადი, აი ესე ვთქვათ, ნაგავსასაც ჩვენ ვეძახით იმას წვავენ და ამით ქმნიან ენერგიებს, მზისგან ქმნიან ენერგიას, ამისი სპეციალური შენახვის საწყობები არსებობს. ჩვენს ნელ-ნელა მივალთ აქამდე, იმიტომ რომ ლოგიკა აქ მიდის და ძალიან ჩვენ რომ შევადაროთ ჩვენი მდგომარეობა, რაც იყო 20 წლის წინ, 15 წლის წინ ამ მიმართულებით და ეხლანდელი მდგომარეობა მნიშვნელოვნად აღმოჩნდება, რომ წინ ვართ წასული და ძალიან ბევრი რამე ვისწავლეთ, ხო? ხო, ძალიან ბევრი რამე ვისწავლეთ, იმიტომ რომ ვისწავლეთ ჩვენით, იმიტომ ცხოვრებამ გვაიძულა ეს, ხო? გინდა არ გინდა, აქამდე მიდიხარ ადამიანი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ 10-15 წლის მერე კიდევ უკეთეს მდგომარეობაში უნდა აღმოჩნდეთ წესით და რიგით. ამ შემთხვევაში როგორც საწარმოს ჩვენ ვითარდებით ადამიანები და ვითარდებით და გვიჩნდება უფრო სხვა ამ პროგრესს ვერ გააჩერებ მაინც. რაც არ უნდა შეეცადო რომ გააჩერო, მაინც ვერ გააჩერებ. თუმცა მოთხოვნილებაა, ხო ეს? თქვენი ასე ვთქვათ საწარმო და თქვენი ცენტრი არის ნათელი წერტილი და იმედი იმის, რომ მომავლის ტექნოლოგიები იქნება ჩვენს ქვეყანაში უფრო მდგრადი და უფრო მწვანე. მადლობა. კი, ნამდვილად ჩვენ ამის იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ვიცით რა ვიყავით 10 წლის წინ, 15 წლის წინ, სად მივედით ახლა. საით მივექანებით, რა გვინდა, მიუხედავად იმისა, რომ ბარიერები ბევრია,
ამას დაემატა დონორებისგან ბარიერი, აგერ ამხელა პროექტები გაჩნდა USAID-ისგან გამომდინარე, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, არის ძალიან ისეთი ბევრი იდეები ჩდება კიდევ, რომლებიც დროსაც ჩვენ ვცდილობთ, რომ დავიძრინოთ თავი ამ პრობლემებიდან და გავიწიოთ წინ, ასე რომ იმედი გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა მწვანე ინჟინერიის ცენტრის ხელმძღვანელი ზაალ ხელაძე იყო ჩვენთან ერთად. მადლობა რომ გვისმენით და გვიყურეთ. ჩვენ კი მომავალ სამშაბათს სხვა თემებით დაგიბრუნდებით. მადლობა. დაბინძურებული გარემო, დაუცველი